ხდება. აუზები, გასართობი ცენტრები, მინი კინოთეატრები, ატრაქციონები, ამფითეატრი და დასასვენებელი ადგილები. ეს ყველაფერი მალე მზიურის განახლებული პარკის ტერიტორიაზე აშენდება. სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას გულისხმობს. მზიური ახალ სახეს 2012 წლის ბოლოსთვის მიიღებს. დღეს სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავა კიდევ ერთხელ გაეცნო პროექტს, რომლის მიხედვითაც თბილისელებისთვის გაზაფხულზე ახალი რეკრეაციული ზონა უნდა გაშენდეს. მშენებლობის პროცესში უკვე 60 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. Გვინდა განვავითაროთ ამ პარკი ისევ როგორც ფუნქციურად, ასევე ვიზუალურად, იმისათვის რომ მეტი და დამსვენებელი მოვიდეს და თბილისელებს ექნებათ კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც უსაფრთხოდ ბავშვებით მეგობრებთან ერთად შეიძლება დასვენება. კარგი არის ასევე ისე რომ პარალელურად ჩვენ კონტრაქტორებთან ერთად კერძო კომპანია, რომელიც ახორციელებს აუზის მშენებლობას და მის მოვაპატრონობას, ჯამურად დაახლოებით 60-70 კაცი მუშაობს. ესეც დამატებითი, ასე ვთქვათ, დასაქმების წყაროა, მაგრამ კარგია ისიც, რომ დასრულების შემდეგ კაფე იქნება, აუზი იქნება თუ სხვა სოციალური ინფრასტრუქტურა, აქაც დამატებით დაახლოებით 150 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ძალიან მალე მორჩება. ძალიან ენერგიულად მუშაობთ და სხვათა შორის პირობებიც გვიწყობს აქ ხელს. ისეთი პირობებია და ისეთი ბუნებაც გვიწყობს ხელს, რომ კარგად კეთდება, თვითონ ადგილია კარგი.